სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომლის გარეშე არ არსებობს სამართლებრივი სახელმწიფო და ასევე არც ევროსაბჭოს იდეა არსებობს ამ უფლების აღიარების გარეშე. ასეთია შალვა პაპუაშვილის პასუხი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საკითხზე მომხსენებლების განცხადებაზე კონსტიტუციურ სარჩელთან დაკავშირებით. ნებისმიერი სუბიექტის მიმართ ბრალდება იმის გამო, რომ მან საკუთარი უფლებით ისარგებლა და სასამართლოს მიმართა ძირეული პრინციპის გაუაზრებლობა, ანამ უფლების წართმევა. ერთიც და მეორეც შემაშფოთებელია. ქართული ოცნების ნებისმიერ ინიციატივაზე მექანიკური კრიტიკა მოწმობს, რომ საქმე გვაქვს არა გააზრებულ პოზიციასთან, არამედ იმპულსების დონეზე დაყვანილ შეპასუხებასთან, წერს შალვა პაპუაშვილი. საკითხს მმართველი გუნდის სხვა წევრებიც გამოეხმაურნენ. თან საუბარი არის, რომ ვინც კონსტიტუციას დაარღვევსო, პასუხი უნდა აგოსო, თან ამბობენ, რომ ეს პარტიები თუ აკრძალა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს პოლარიზაციას გაზრდისო. ამ დროს პირიქით არის, რა თქმა უნდა, ეს პარტიები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ პოლარიზაცია იყოს ჩვენს ქვეყანაში და მათი აკრძალვა სწორედაც რომ პოლარიზაციას დაასრულებს და მეორეს ხო ჩვენ ვიცით, რომ ეს სამი პარტია არის ზუსტად ის პოლიტიკური აგენტურული ჯგუფები, რომლებმაც ომი გამოუცხადეს საქართველოში დემოკრატიას და ომი გამოუცხადეს საქართველოს კონსტიტუციას. ამიტომ ვფიქრობ, ეს საკითხი ნამდვილად უნდა დამდგარიყო და დადგა კიდევაც საკონსტიტუციო სასამართლოში.